მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ზუსტი სროლის შეჯიბრზე, რომელიც 24 იანვარს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და ერთ-ერთი ალბათ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ამ ვიდეოს პირველ რიგში მიზანი არის ის, რომ უფრო პოპულარული გახდეს და ცნობადი გახდეს ბევრი ქართველი მსროლელისთვის თუ რა სახეობის შეჯიბრები ტარდება და თითოეულ შეჯიბრს, ასე ვთქვათ, რა თავისი სპეციფიკა ახასიათებს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო გიორგი წეროძეს, რომელიც იყო ამ შემთხვევაში ამ დასავლური ქარი 2026-ის ორგანიზატორი და ეს კონკრეტული შეჯიბრი განკუთვნილი იყო ნახევრად ავტომატური შაშხანებისთვის, იდეაში ER15-ისთვის, კალიბრზე შეზღუდვა არ ყოფილა, თუმცა 29 აქტიური მონაწილიდან ყველას ჰქონდა ER15-ები, როგორც ასე ვთქვათ, სპეციალურად მოდერნიზებული ზუსტი სროლისთვის, ასევე სტოკ კონფიგურაციაში, ქარხნულ კონფიგურაციაში. უფრო მეტი ხალხი იყო ჩაწერილი, თუმცა რიგი მიზეზების გამო მონაწილეები გამოაკლდნენ და საბოლოო ჯამში 29 მსროლელმა მიიღო მონაწილეობა. ნაწილობრივ დღევანდელი ვიდეო იქნება, ასე ვთქვათ, გზამკვლევიც მომავალში, ვინც აპირებს მსგავსი ტიპის შეჯიბრებზე გამოსვლას, ოდნავ განსხვავებული კონფიგურაცია დაჭირდებათ მათ იარაღებზე და ეს შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, თუნდაც მხოლოდ სამიზნის ცვლილებით, რადგანაც გინდა არ გინდა პატარა ზომის სამიზნეებზე LPV-ები მაინც იჩაგრება. თუმცა ისევ და ისევ გამოცდილი მსროლელები ყოფილა შემთხვევები, როცა LPV-ით ჩვეულებრივად საპრიზო ადგილები დაუკავებიათ. რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, ახალი მსროლელების უნარები დაიხვეწება და შესაბამისად უფრო დიდი კონკურენცია იქნება, მეც ამის იმედი მაქვს და მე თვითონაც ამ გზაზე ვარ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების სწავლის და ძალიან საინტერესოა ის, რაც აქამდე ვისწავლე და სურვილი მაქვს, რომ ეს, ასე ვთქვათ, თავიანთი ტყავის და ფინანსების ხარჯზე მომავალმა მსურველებმა არ ისწავლონ და ისწავლონ სხვის გამოცდილებაზე. რაც შეეხება ახლა თვითონ ამ საფეხურებს, აი ამ კამერის საშუალებით, ტრიგერ კამერის საშუალებით, 5 საფეხური გადავიღე და მე-6-ე, სადაც ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვი, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩაწერაზე არ დამიჭერია, თუმცა ასე ვთქვათ, დეტალურად გავივლით თითოეულ საფეხურს თავისი სქემის მიხედვით და იმ მომენტებს აღწერთ, რაც უნდა იყოს თქვენთვის მომავალში გასათვალისწინებელი. თვითონ ეს შეჯიბრი სირთულით კომპრომისული იყო, არც ანუ რთულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, იყო რაღაც საფეხურები, რომელიც საკმაოდ მარტივი გასავლელი იყო, დიდი გადიდების ოპტიკით და შესაბამისი ვაზნებით, თუმცა იგივე იმ დამწყებებისთვის, ვისაც სტანდარტული იარაღი აქვთ, დაბალი გადიდების ოპტიკები აქვთ, ასეთი ხალხისთვის მაინც წარმოადგენდა საკმაოდ ესეთ გამოწვევას, რაც პრინციპში შედეგებზე აისახა. ჩემი პირველი მონაწილეობას როცა ვიხსენებ ზუსტი სროლის შეჯიბრში, ორ ფეხის და ყველაფრის გარეშე, EICOG-ის 4-ჯერადი გადიდების ოპტიკით გავედი და M855-ით და მაშინდელი თვითდამტენების შედეგები ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებლები იყო მორწმების, იმასთან შედარებით ახლა ბევრად უფრო წინ ვარ, თუმცა ამ შეჯიბრზე მხოლოდ მე-9 ადგილი დავიკავე და ესეც განპირობებულია ზუსტად იმ თემების განხილვით, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და იმედია მომავალში თქვენ გამოგადგებათ როგორც დამწყებ მსროლელებს. პირველი სანამ უშუალოდ საფეხურების განხილვაზე გადავალთ, ორი სიტყვა უნდა ვთქვათ იარაღებზე და აღჭურვილობაზე რა გამოგვადგება. ანუ პირველ რიგში რაც არის, ეს არის იდეაში იარაღი, ხო? და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულად ამ შეჯიბრზე მაგალითად სტანდარტული კონფიგურაციის ER-ით, რაც გულისხმობ 16 ინჩიან ლულას, სტანდარტული, ასე ვთქვათ, ნორმალური მწარმოებლის ER15-ს შესაძლებელი იყო თავისუფლად, რომ ყველა საფეხური წარმატებით გაიარა მსროლეს. უბრალოდ უკეთესია, თუ გვაქვს უფრო მძიმე სქელი ლულის და უფრო გრძელი ლულის მქონე იარაღი, რადგანაც მეტი საწყის სიჩქარე გვაძლევს იმას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გქონდა ქარი, მხოლოდ მცირედი, ასე ვთქვათ, ქარი და მცირედი გადახრები გქონდა 300 მეტრზე და ამასაც ვიდეოში ნახავთ, თუმცა ქარის შემთხვევაში მოკლეულებს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ეხლაც იყვნენ მონაწილეები, ვინც საერთოდ M18-ითაც კი მონაწილეობდნენ, რაც 10.3 ინჩიან ლულას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნება ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი სიგრძის ლულა გვაქვს, თუმცა ისევ და ისევ აქაც არის ორი მიდგომა, როგორ უყურებთ ჩვენ ამ საკითხს, უდგებით სუფთა სპორტული კუთხით, რა დროსაც გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენი იარაღი მაქსიმალურად უნდა მოვაწყოთ სპორტულ გაწყობაზე, იქნება ეს წონებით დატვირთვა თუ სხვა, ასე ვთქვათ, თავისებურებები, დიდი გადიდების ოპტიკა და ასე შემდეგ, თუმცა მეორეს მხრივ ეს რაღაცნაირად ჯერჯერობით, აი ამდენი ხნის განმავლობაშიც ნელ-ნელა რაღაცებს ჩემ იარაღში ვცვლი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემ გონებამდე მაინც არ მიდის, რომ სუფთა
ასე ვთქვათ, სპორტული იარაღი არ იყოს იარაღი, რომელსაც აქვს სხვა ფუნქციონალი. გულისხმობ იმას, რომ 15 კილოს დამძიმებული იარაღით სადმე სიარული და პრაქტიკული გამოყენება მისი სხვადასხვა სიტუაციებში არ ამიზანშეწონილია, მით უმეტეს 5.56 კალიბრზე, ამიტომაც ასე ვთქვათ, ჩემი მიდგომა ამ შეჯიბრზე იარაღის გაწყობის კუთხით იყო ის, რომ წინა ვიდეოში მე ვახსენე MK12-ის გაწყობაზე, მაქსიმალურად იარაღი ყოფილიყო ფუნქციონალური და პრაქტიკული სხვა სიტუაციაში გამოყენებებისთვისაც. ერთადერთი რაც დაემატა იყო ტრიგერ-კამი, რომელიც ასე ვთქვათ, საჩუქრად მივიღე ჩემ მეგობრებისგან, რისთვისაც უდიდესი მადლობელი ვარ მათთვის, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, მოწყობილობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავიწეროთ ჩვენი გასროლები და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები, გავაანალიზოთ და ვნახოთ თუ რა შეგვეშალა, იმიტომ რომ უშუალოდ შესრულების მომენტში შეიძლება რაღაცა სხვანაირად გეგონოს და მაშინ როცა დიდ ეკრანზე ნახავ, თუ სად, ასე ვთქვათ, რა მიქარე, იქიდან დასკვნების გაკეთება უფრო მარტივია და გაზიარებაც, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი არის. ძალიან ვარ დავწვრილმანდეთ უშუალოდ შაშანის გაწყობის დეტალებზე, ძირითად საკითხებს ვიტყვი, ანუ აუცილებელია ზუსტის როლის შეჯიბრზე გქონდეს შესაბამისი ER15, რაც გულისხმობს ალბათ მინიმუმ 16 ინჩიან ლულას, მძიმე ლულა უფრო ზუსტი ლულა, რა თქმა უნდა, უკეთესი არის. კარგი არის თუ მასზე იქნება კომპენსატორი, რადგანაც გასროლის დროს ზოგადად 5.56-ის გაკონტროლება არ არის რთული, თუმცა კომპენსატორის შემთხვევაში თქვენ თვითონაც ნახავთ კამერის ჩანაწერებს, როცა თვითონ სამიზნე ბადე იმ ხელაზე არ ხტება, რომ ჩვენი მოხვედრის შემდეგ შესწორება ვერ გავიგოთ. რაც შეეხება ოპტიკას, მე ვიტყოდი, რომ მინიმუმი ალბათ უნდა იყოს 10-დან ზემოთ ოპტიკა და 24 გადიდება ალბათ ნამეტანი არის. ყოველ შემთხვევაში ამ შეჯიბრისთვის ნამეტანი იყო წინა ზუსტის როლის შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა 25 წლის მაისში. იგივე სამიზნეები ჰქონდა მოცემული თვითდამტენ კარაბინებზე, რაც ჰქონდათ, ასე ვთქვათ, მაღალ კალიბრებს და საკეტიან bolt action, ასე ვთქვათ, შაშხანებს და შესაბამისად მაშინდელი ნახევრად ავტომატური კარაბინების დივიზიონის შედეგები, საპრიზო შედეგებიც კი იყო მოხვედრების მეხუთედი დაახლოებით, რაც ძალიან ცუდი შედეგია და რა თქმა უნდა ასე უსამართლო ზომის სამიზნეები იყო, შეიძლება ითქვას. იყო, რა თქმა უნდა, მოხვედრადი, თუმცა მაგას დაემატა მე ქარის ამბავით, ცვლადი ქარის და შესაბამისად საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, ალბათ ყველამ, ვინც კი თვითდამტენ კარაბინში ვიყავით. რაც შეეხება ახლა ამ შეჯიბრს, აქ ბევრად უფრო კომპრომისული ზომის სამიზნეები იყო, მაქსიმალური მანძილი იყო 450 მეტრი, რაც მომავალში ალბათ გაიზრდება, იმიტომ რომ 450 მეტრზე იყო დიდი სილუეტი 30-51 მეტრზე, რაც ასე ვთქვათ, მარტივი დასაზიანებელი იყო, თუმცა ისევ და ისევ გამოუცდელ ხალხს ნამდვილად გაუჭირდა ეს ამბავი. ოპტიკის შემთხვევაში, რადგან 500 მეტრზე გვაქვს საუბარი, 10-დან ალბათ 12, 15, 18 გადიდება მაქსიმუმ მისაღები არის და ისევ ბიუჯეტიდან გამომდინარე თუ მიმსჯელებთ, ჯობს 3.15 ოპტიკა, 3.18 ოპტიკა, 1.10-იანი ოპტიკა, თუნდაც, რომელიც ძალიან არ გაიქცევა ბიუჯეტში და საშუალებას მოგცემს, რომ ასეთ შეჯიბრებს ზოგადად ძალიან ბევრი გვერდითი ხარჯი აქვს, რომელზეც მივალთ და ვისაუბრებთ, საშუალებას მოგცემს, რომ მაშინ მონაწილეობა მივიღოთ, რადგან მონაწილეობით მიღებული გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ძვირიანი ოპტიკა ან რაიმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ხელსაწყო, რაც უკეთეს როლაში გვეხმარება. კარგია თუ ჩვენს იარაღს ექნება კარგი სასხლეტი და ამ შემთხვევაშიც წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ ზუსტის როლის შემთხვევაში უფრო უკეთესია გქონდეს ერთსაფეხურიანი სასხლეტი 3.5 LBS-ის და ქვემოთ, თუმცა ისევ და ისევ გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ მაგალითად ჩემო მეგობარმა, რომელსაც დავით სვანიძეზე არის საუბარი, რომელსაც სტანდარტული V7 ჰქონდა, ორ ფეხით, 12 თუ 15 გადიდებიანი ოპტიკით, სასხლეტი იყენა ეგრეთ წოდებული მილსპეკი და არც განსაკუთრებული რაღაც ხელსაწყოები არ გამოუყენებია, თუმცა მისი მოხვედრების ქულები იყო 53 ქულა იყო 60-დან და შეიძლება ითქვას, რომ იმის კვალობაზე რომ მეორედ გამოვიდა შეჯიბრში, საკმაოდ კარგად ისროლა. ამიტომაც მაინც და მაინც ისევ და ისევ, გადავაკვდებით ამ ასე ვთქვათ, ხელსაწყოების შეცვლაზე და გაუმჯობესებაზე, იმიტომ რომ ერთის მეორეს მხრივ უფრო მნიშვნელოვანი არის თვითონ ჩვენი ცოდნა და უნარები, რაც ვარჯიშით მიიღწევა, ვარჯიშს კიდე ჭირდება სახსრები, ვაზნებზე აქცენტირება უკეთესია, ვიდრე მაგალითად წავიდეთ და ვიყიდოთ მაინც და მაინც ძვირიანი სასხლეტი. რაც შეეხება ორ ფეხს, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ხარისხიანი ორფეხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, როცა უბრალო ორფეხებით, ანუ ეგრეთ წოდებული ჩინური კოპიებით გამოდის ხალხი
და იქ სროლამდე თუ სროლის პროცესში ზოგს ეშვება, ზოგს ფეხი კარგად არ გამოზდის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვიტყოდი რა ალბათ დღეს ყველაზე ესეთი გამომდგარი ბიპოდი რაც არის ორფეხი, ეს არის Harris-ის BRM მოდელი, რომელიც დაახლოებით $100 ღირს და ნამდვილად ღირს ყველაზე გამძლე სამხედრო კუთხით გამოყენებული არაერთ გზის და ძალიან კარგი სახელი აქვს წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას 10 წლების განმავლობაში და ამიტომ გეგმა მინიმუმი ხარისხიანი ბიპოდი აუცილებლად უნდა გქონდეს. დაწოლ პოზიციებში ორფეხის გამოყენება, ასე ვთქვათ, ალტერნატივა არ აქვს. კიდე ერთი საინტერესო საკითხი, რაც არის, მე როგორც გითხარით, არის დავწვრილმანდები მეთქი, ვთქვათ, იგივე რომელი ბადე უნდა იყოს, ემრადი უნდა იყოს, მოვა უნდა იყოს თუ ასე შემდეგ, ასეთ წვრილმანებში არ ჩავალ, თუმცა ზედაპირულად გავივლი მინიმუმ საჭიროებას ის რაც გვჭირდება, რომ ვისროლოთ კარგად. აუცილებელი დამატება არის ოპტიკურ სამიზნეზე ეგრეთ წოდებული თარაზო. იქნება ეს ელექტრონული თარაზა თუ იქნება ჩვეულებრივი სტანდარტული თარაზო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობს სტანდარტული, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნაკლები ღირს, $15 ღირს დაახლოებით. გვეხმარება, როცა არასტანდარტული ზედაპირიდან ვისვრით, არასწორი ზედაპირიდან ვისვრით, გავასწოროთ ჩვენი ოპტიკა შესაბამისად სამიზნის მიმართ, რაც შეიძლება ნაწილობრივ იყოს კონტრინტუიციური, იმიტომ რომ როცა წვევი გინდა რომ შენ სამიზნე ხაზს ხედავდე სწორად, მაგრამ თუ წევხარ შენ დახრილ ზედაპირზე, სამიზნე ხაზი ჩვენი სამიზნის მიმართ ჩვენი ბადე ასე ვთქვათ, იქნება ისიც დახრილი და ეს რაღაცნაირად გონებაში არ ჯდება. თავდაპირველად ეს რჩევა არ გავითვალისწინა და მაგიტომაც მქონდა ძალიან ცოტა მოხვედრა, თუმცა ახლა განსაკუთრებული ყურადღებას ვაქცევდი ამ თარაზოს პოზიციაში დაწოლის შემდეგ და აქედან გამომდინარე, უკვე როცა 300 მეტრზე ჩვენ ვესვრით 10-15 სანტიმეტრიან გონგებს, აქ აუცილებლად გვჭირდება თარაზოს და დახრის კუთხის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, იარაღთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის შესაბამისი ვაზნის სროლა და MK12-ის ვიდეოში მე ვისაუბრე ზუსტი სროლის ვაზნებზე, რაც დღეს ჩვენთან საქართველოშია და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ გამოვიყენოთ 77-იანი თუ 69 გრეინიანი უკეთესი ალბათ სიერას თავებით. ვიცი რომ ძალიან ძვირი ღირს სტანდარტულ ვაზნებთან შედარებით, მაგრამ ისევ და ისევ პატარა სამიზნეები, რომელიც ასეთ შეჯიბრებზე საფეხურებზე გვხვდება, მოითხოვს იმას, რომ მაქსიმალური სიზუსტე გქონდეს იარაღიდან. მონაწილეების ალბათ 50% ეხლაც იყენებდა სტანდარტულ სავარჯიშო ვაზნებს 55-იანს, 62 გრეინიანს, M855-ებს და ეს თავის მხრივ ზრდის აცელის ალბათობას და შედეგებზეც შესაბამისად აისახა. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ, ზუსტი სროლის შეჯიბრზე კარგი შედეგები დავდოთ, აუცილებელი არის გამოვიყენოთ ზუსტი ვაზნები, იმიტომ რომ 300 მეტრზე 10 სანტიმეტრიან გონგში, ასე ვთქვათ, M855-ის ხარჯზე და 55 გრეინის ხარჯზე ისევ და ისევ კი მოხვედრები გაქვს, მაგრამ საკითხავი არის 10-დან მაგალითად რამდენი მოხვდება სტაბილურად. და როცა ამ კითხვას დავსვავთ და გავტესტავთ შესაბამისად, ნახავთ რომ 55-იანი, 55 გრეინიანი თუ სხვა სავარჯიშო ვაზნების შემთხვევაში მოხვედრები არის ბევრად უფრო ნაკლებად სისტემატური. კიდევ ერთი აუცილებელი დამატება, რაც სროლის შეჯიბრზე გვჭირდება, ეს არის კარგი ხარისხის ბალიში. აქაც შეგვიძლია წავიდეთ ბიუჯეტური მიმართულებით, იგივე ჩემი მეგობრების ნაწილი, ასე ვთქვათ, იყენებდნენ როგორც წიწიბულით გავსებულ, ასევე კვარიათის ქვიშით გავსებულ ტომრებს და საკმაოდ ეფექტურად. თუ გვინდა რომ უბრალოდ თანხა გადავიხადოთ და ზედმეტად თავი არ ავიტკიოთ, არის ესეთი ფირმა Armageddon-ი, რომელიც უშვებს ძალიან მაგარ ბალიშებს, ერთ-ერთი მისი ბალიში არის ეს. და შეგვიძლია პირდაპირ ვიყიდოთ და არაფრის ჩაყრა არ დაგჭირდეს და ზედმეტ თავის ტკივილი ავიცილოთ თავიდან. ესეთი ბალიშები საკმაოდ ძვირი ჯდება, მით უმეტეს შევსებულის ჩამოტანა, თუმცა ნამდვილად განსხვავებას აძლევს ის სტანდარტული უბრალო ბალიშებისგან. მეორეს მხრივ ისევ და ისევ გამოცდილი სროლის ხელში, რა თქმა უნდა, ეს მისი ეფექტურობა, ანუ სტანდარტული ბალიშის ეფექტურობაც შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებულობას, რასაც გვაძლევს ეს ბალიში არის ის, რომ ჯერ ერთი ფორმა აქვს თვითონ ისეთი, რომელიც ერგება სხვადასხვა ბარიკადას, სხვადასხვა სიტუაციას, სხვადასხვა პოზიციას და გარდა ამისა შევსებული არის სპეციალური ისეთი შემავსებლით, რომელიც ძალიან სტაბილურ იარაღის გასწორებას უზრუნველყოფს. თავდაპირველად მაისში, როდესაც შეჯიბრზე გამოვედი ესეთი
პატარა ბალიში მქონდა და მივხვდი რომ მისი ზომა უბრალოდ არანაირად არ იყო საკმარისი და ამ შეჯიბრისთვის უკვე სტანდარტული არმაგედონის ბალიშს ვიყენებდი. აქაც უფრო გამოცდილმა ხალხმა მითხრა რომ უნდა მომეკლო აქედან ნაწილი, თუმცა არ ამოვაკელი და რო გითხრათ რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დისკომფორტი არ განმისცია, მაგრამ მივხვდი რატომაც მითხრეს, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში, ასე ვთქვათ, ამისი შევსება და მაქსიმალური სიმაღლე, რასაც ის გვაძლევს, ნამდვილად არ იყო საჭირო. ამის შემდეგ მოდის ბალისტიკური კალკულატორი. ბალისტიკური კალკულატორი იქნება ეს აპლიკაცია Strelok-ი, Applied Ballistics-ი, Hornady-ს თუ სხვა, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი მოცემულობა, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, შევიყვანოთ შესაბამისი მონაცემები, გავზომოთ ჩვენი იარაღის საწყის სიჩქარე, თუ ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს ქრონოგრაფი, ვნახოთ მეგობარი, ვისაც აქვს, ან ვიხელმძღვანელოთ ინტერნეტში მოძიებული სიჩქარეებიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თუ ჩვენ ზუსტად არ დავსვით ვარდნები, სხვა შემთხვევაში პატარა ზომის სამიზნეებს მანძილებს დაზიანება გაგვიჭირდება. ამის ნათელი მაგალითი არის ყველა ის მონაწილე, ვინც გამოვიდა LPBOT-ი, ვისაც ნორმალურად იარაღი არ ქონდა გასწორებული, ვისაც ასეთი ტიპის როლის გამოცდილება არ აქვს, მათი მოტყუები იყო გაცილებით ნაკლები. რაც პირველ რიგში გაუსწორებელი იარაღით გამოსვლა გამორიცხულია, თუ იარაღი გასწორებულ სხვა ვაზნაზე და შეჯიბრზე გამოდიხარ სხვა ვაზნაზე, რა თქმა უნდა, ესეც მიუღებელია და პირდაპირ აი რავი მოხდება რა, ასეთი მიდგომით არ უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ მსგავსი შეჯიბრები მოითხოვს საკმაოდ ისეთ მომზადებას და აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ვაზნის ვარდნები შესაბამის მანძილებზე. იქ რა თქმა უნდა ეს თემა უფრო ვრცელია და ღრმა, ვიდრე უბრალოდ რომ გავიდეთ ერთ სასროლედზე კონკრეტულად და იქ გავზომოთ ვარდნები, რადგანაც ჩვენაც როცა ვემზადებოდით ამ შეჯიბრისთვის სხვადასხვა ტემპერატურულ გარემოში და თან ეს ტემპერატურა იცვლებოდა -5-დან +5-ის ფარგლებში, ქონდა ოდნავ მაინც მოხდრის წერტილის გადაადგილება და ამიტომ აუცილებელი არის რომ ჩვენი იარაღი მივისროლოთ და კიდევ უფრო აუცილებელი და კარგი დამატება არის, როცა შეჯიბრის წინ გაქვს მისროლის საშუალება. ამ შეჯიბრზეც 40 წუთი იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ ჩვენი ნოლის გადამოწმება შეგვძლებოდა და მეც როცა გადავამოწმე, რამდენიმე დღით ადრე გასწორებული, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ეთყობა ისევ და ისევ გარემო პირობების გამო 1 სანტიმეტრით იყო ჩემი მოხდრის წერტილი გადაადგილებული და გავასწორე ეს უშუალოდ შეჯიბრის წინ. შემდეგი საკითხი უკვე არის მომზადება თვითონ შეჯიბრისთვის, რაც გულისხმობს ვარჯიშს. და ეს ვარჯიში მაინც და მაინც აუცილებელი არ არის იყოს გასროლებით. შეგვიძლია მშრალად ვისროლოთ, თუ გაქვს საშუალება რომ მივიდეთ იმ სასროლედზე, სადაც ტარდება ხო რა თქმა უნდა გადასარევი და შესანიშნავი და ძალიან კარგია თუ გვაქვს შესაძლებლობა იმის რომ მინიმალურად მაინც გავიმეოროთ ის საფეხურები, რაც ჩვენ წინასწარ გვაქვს. ეს ასე ვთქვათ, სტრატეგიის და ტაქტიკის დახვეწა თუ კონკრეტულ საფეხურზე როგორ მოვიქცეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადად ძალიან დამეხმარა ის წინა ვარჯიშები, რაც ჩვენ მეგობრებმა, ასე ვთქვათ, წინა დღეებში სასროლედზე სიარულისას გავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს, როცა პირველად მიდიხარ უცხო გარემოში და გვხვდება ფურცლიდან, ასე ვთქვათ, გადატანილი ველზე სამიზნეები, ბევრად უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს, როცა ასე თუ ისე წინასწარ იცი, წინასწარ იცი თითოეული პოზიციის სპეციფიკა, წინასწარ იცი ეს ბალიში ესე დადო თუ ესე დადო და რომელი გირჩევნია და რა არის უკეთესი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მომზადებული მიდიხარ ადგილზე. შესაბამისად, ეს გეგმა აუცილებლად უნდა გქონდეს. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ რავი ხა მონაწილეობისთვის მივდივარ, რაღაცნაირად თითქოს არ არის მთლად სწორი მიდგომა, იმიტომ რომ თუ გაქვს საშუალება, რატო არ უნდა მოემზადო, იმიტომ რომ ეს შეჯიბრი რეალურად არის შენი ცოდნის და უნარების დასახვეწად, მის გამოსაცდელად და გამოცდილების მისაღებად, ხო? შესაბამისად, ის რაც შენ შეგიძლია რომ გააკეთო, უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უფრო მეტი და უფრო, ასე ვთქვათ, მომავლისთვის მაინც უფრო მეტი შედეგი დადო. მივყვეთ ახლა კონკრეტულ შეჯიბრის საფეხურების აღწერას და იმ შეცდომების გაანალიზებას, რაც მე დავუშვი მაგალითად ჩემი სროლის დროს და შესაბამისად, რაც გამოგადგებათ თქვენ მომავალში. პირველი საფეხური, ეგრეთ წოდებული ერქვა long range-ი, შეზღუდვა იყო 120 წამი, ანუ ტაიმერის გაშვების შემდეგ 120 წამში მთავრდებოდა ეს. მსროლელს ჰქონდა 10 გასროლა და მსროლელს ჰქონდა 4 დისტანცია. ეს იყო 300, 350, 400 და 450 მეტრი. 300 მეტრზე იყო 20 სანტიმეტრიანი გონგი, 350-ზე 25 სანტიმეტრიანი გონგი, 400 მეტრზე იყო 23-30 გნიდას, რასაც ვეძახით პატარა სილუეტი და 450-ზე იყო დიდი სრული სილუეტი, რაც შედარებით მარტივი დასაზიანებელი იყო.
სროლელი იწყებდა ასე ვთქვათ ფეხზე მდგომი პოზიციიდან, უნდა გადასულიყო წოლილ პოზიციაში და იქიდან უნდა დაეზიანებინა 300 და 350-იანი ასე ვთქვათ სამიზნეები ორ-ორი გასროლით, ანუ თითო მორტყმა ნიშნავს თითო ქულას და სულ 10 გასროლა ჰქონდა, ხოლო 400 და 450-იანი სამიზნეები 3-3 გასროლით. Bokta. 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 Arichka. Bokta. 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 შედარებით მარტივი იყო, თუმცა ერთი მომენტი, რასაც წავაწყდით, იყო ისეთ შემთხვევა, როდესაც 400 და 450-იან მანძილზე, ნუ 450-ზე იმხელა გონგი იყო, რომ თვითონ ქარის იმხელა ქარი არ იყო, რომ შესწორება გაგვეთვალისწინებინა, თუმცა 400 მეტრიან სამიზნეზე, როდესაც პირველად გადავედი მასზე სასროლად, პირველი გასროლა, რომელსაც აქამდე დანარჩენ მანძილებზე ცენტრით ვესროდი და ხვდებოდა, ვიდეოში კარგად ნახავთ ამას, გაიტანა ქარმა მარჯვნივ. შესაბამისად, დაჭირდა ოდნავ მარცხნივ გატანა იმისთვის, რომ დანარჩენი ორი გასროლა მოხვედროდა სამიზნეში. ამ შემთხვევაში მთავარი სპეციფიკა ამ საფეხურისაც იყო ის, თუ დაგვემახსოვრებინა სწორად ამ მანძილებზე ჩვენი იარაღის ვარდნები. აქ შეგვიძლია ორი გზით წავიდეთ, თუ ჩვენი იარაღის ბადე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვედა ვარდნები გვაქვს და ნუ რა სტანდარტულად როცა ესე შეჯიბრზე გამოდიხარ, მსგავსი ტიპის ოპტიკა უნდა გქონდეს. ერთი ვარიანტია დავიმახსოვროთ ბადით, თუ რამდენ ვარდნას განიცდის მაგალითად ჩვენი ოპტიკა 300-დან 450 მეტრამდე, ჩემ შემთხვევაში იყო მაგალითად 1 და 8 კლიკი, ამის შემდეგ იყო 2 და 4, 3 და 1 და ბოლოს 3 და 9 კლიკი 770 მეტრწამიანი GG 77-ისთვის. ეს დაბეჭდილი ფურცელი შპარგალკა, მედო ასე ვთქვათ, სპეციალურ სათავსოში, რომელსაც თუ ვთქვათ დამავიწყდებოდა, ჩავხედავდი უბრალოდ და ამის მიხედვით გადავკლიკავდი. ასეთი რაღაცები ზუსტ სროლის შეჯიბრზე მოსულა, ანუ ჩახედვა და გარდა ამისა, თვითონ ბარათებიც კი დგება და სხვა უფრო გამოცდილი მსროლელები ამ შეჯიბრზეც იყენებენ ამ სპეციალურ ბარათებს, რომელსაც ფლომასტერით აწერენ გონგის ნომერს და აწერენ ვარდნების ნომერს, შესაბამისად ის ოპტიკის გვერდზე აქვს თვალწინ და აქედან გამომდინარე უფრო მარტივი არის მათთვის და არც შესწორება გამორჩებათ. როგორც წესი, კლიკებით სროლა არის უფრო უკეთესი გამოსავალი, რადგანაც ზუსტად ცვავ, ხოლო ბადის შემთხვევაში შეიძლება გონება გაგექცეს და ამ შეჯიბრის მანძილზეც არაერთი შემთხვევა მქონდა პირადად მე, უბრალოდ ორი შემთხვევა მქონდა, რა დროსაც ბადით სროლის დროს ამერია. რაც შეეხება მეორე საფეხურს, მეორე საფეხური ეს იყო საბურავების პოზიცია, სადაც 5 პოზიცია ჰქონდა მოცემული, საბურავები განლაგებული იყო სხვადასხვანაირად დაწყობილი, სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა საყრდენი სიფტყის სიდიდით, ასე ვთქვათ, აქაც ჰქონდა 120 წამი მოცემული, აქაც ჰქონდა 10 ვაზნა და ამ შემთხვევაში ჰქონდა 275 მეტრზე 20 სანტიმეტრიანი და 15 სანტიმეტრიანი გონგები. სროლელს უნდა დაეწყო ტაიმერის სიგნალზე საბურავის პირველ პოზიციაზე მისვლა და რიგრიგობით ყოველთვის დიდიდან პატარაზე გადასვლით თითოეულ პოზიციიდან უნდა განახორციელებინა ორი გასროლა.
მოხვდა. მარჯვნივ. მაგრა გააკეთა. როგორც ხედავთ, წინა სავარჯიშოსგან განსხვავებით, აქ იყო ბევრჯერ პოზიციის შეცვლა. მე როგორც პრაქტიკული სროლის გამოცდილების მქონე, პირველი ამ დროს რაც მერთვება, ეს არის სისწრაფე, რომ სწრაფად გავაკეთო პოზიციების ცვლილება და გავიდე ბოლოში. და რეალურად ეს სავარჯიშო მოითხოვს პირიქით, რაც შეიძლება დინჯად, თუმცა მოცემულ დროში ჩატევით, რაზეც წინასწარ ჩვენ მშრალად უნდა მივარჯიშოთ. წინასწარ, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ზედმეტი დაჩქარების გარეშე უნდა დავიწყოთ სამიზნეების დაზიანება. თქვენ თვითონაც ნახავთ თვითონ კამერის გადაღების დროსაც რამდენჯერმე ჩემთვისაც ვუთხარი, რომ სად გეჩქარება, იმიტომ რომ თუ ჩვენი ბადე არ არის სამიზნეზე, რატომ უნდა ისროლო, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი პრაქტიკული სროლიდან გადმოყოლილი საკმაოდ ცუდი ჩვევა, რადგანაც ჩვენი შეჯიბრების დროს, როცა დისტანციაზე გვიწევს, ასე ვთქვათ, სამიზნეების დაზიანება, ყოველთვის გვაქვს ზედმეტი ვაზნები, რაც იდეაში რეალობასთან უფრო ახლოს არის, იმიტომ რომ ერთ გასროლას არ აკეთებ სამიზნეზე და აკეთებ იმდენ გასროლას, სანამ საშუალება გაქვს და სანამ სამიზნე არ განადგურდება, აქედან გამომდინარე ის პატარა რამდენიმე სანტიმეტრიანი ცდომილება ხშირად პრაქტიკული სროლის სავარჯიშოს შესრულების დროს ხოლმე არ არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ვარჯიშიდან გამომდინარე ყოველთვის ვეუბნებით ჩემთავს, რომ არიჩქარო, მაინც საბოლოო ჯამში რამდენიმეჯერ გასროლა გავაკეთე იმ დროს, როცა ჩემი ბადე არ იყო სამიზნეზე და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დავკარგე ქულა. ეს უშუალოდ გასროლას რაც შეეხება, ხოლო პოზიციის მიღებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გქონდეს ნავარჯიშები, მსგავსი პოზიციები, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ორ მუხლზე დადგომა ჯობია, არის შემთხვევები, როცა ბალიშის დადება ჯობს სიმაღლეზე ასეთი კუთხით, რათა მან მეტი სიმაღლე მოგცეს, არის შემთხვევები, როცა ბალიშის დადება ჯობს ასე. არის შემთხვევები, როცა თვითონ ჩვენი პოზიცია თუნდაც საბურავებზე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იარაღი გავჭედოთ თვითონ ამ საბურავებში და საერთოდ ნოლი მოძრაობა აქვს, მაშინ როცა თუ ეს წინასწარ ნავარჯიშები არ გვაქვს, შეიძლება მსროლელმა ისროლოს არასტაბილური პოზიციიდან და საერთოდ უკანა საყრდენი არ კონდეს, ასე ისროლოს. ამიტომაც აი ესეთი ნიუანსები საბოლოო ჯამში მე აისახება ხოლმე ჩვენი მორტყმის ქულებზე. ნუ ამ შემთხვევაში 10-დან მქონდა 5 მორტყმა, საკმაოდ არეულად დავიწყე თავიდან ჩქარა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვცდილობდი ასე ვთქვათ თავის გაჩერებას. ზოგი პოზიცია არ იყო მთლად კომფორტული, თუმცა ისევ და ისევ წინასწარმა ვარჯიშმა მომცა იმის საშუალება, რომ ეს 5 ქულა მაინც ამეღო. საბოლოო ჯამში აქ კლიკების შეცვლა არ გჭირდებოდა, რადგან 275 მეტრზე იყო ორივე სამიზნე და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ერთი იმით ვესროდით. ასეთ სიტუაციებში, როცა გადაკლიკვა არ გჭირდება, ჯობს რომ ვესროლოთ ცენტრით, ვესროლოთ ერთხელ აკლიკული მანძილზე, რასაც ვესროდი, ამ შემთხვევაში იყო 1.6 ემრადი 275 მეტრზე, ვიდრე ბადით, რადგან გიწევს სამიზნეზე გადასვლა, პოზიციიდან პოზიციაზე გადასვლა, ამ დროს ჯობია რომ ყოველთვის ცენტრით ვისროლოთ. ამ საფეხურის კიდე ერთი თავისებურება იყო ის, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში შეჯიბრის ბოლოს წყვეტდა სწორედ ამ კონკრეტული საფეხურის შესრულების დრო. შესაბამისად, რაღაც კუთხით ამ საფეხურის სწრაფად გაკეთება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მე რაზეც ვილაპარაკე, არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მოხვედრა და თვითონ ქულა არის. იმიტომ რომ ასეთ დროს შეიძლება იჩქარო, რაც არაერთხელ მომივიდა, როგორც ამ საფეხურზე, ასევე სხვაზე, რომლებზეც ხან ნელა მივართ, რეალურად დაკლებულმა ქულებმა უფრო მეტი დააზიანა, ვიდრე სწრაფად შესრულება. მესამე საფეხურსაც შეეხება, მესამე საფეხური იყო ესეთი know your limit. ამ შემთხვევაში გქონდა 150 მეტრზე 4 გონგი, ეს იყო 25, ესა 25, 20 სანტიმეტრიანი, 15 და 10 სანტიმეტრიანი გონგები და შემდეგ უკვე იყო ეგრეთ წოდებული კონფირმაციის, ანუ დაზუსტების სამიზნე, ეგრეთ წოდებული მეხუთე სამიზნე, რომელიც 300 მეტრზე იყო განლაგებული და ამ შემთხვევაში მსროლელი იწყებდა ფეხზე პოზიციიდან, უნდა დაწოლილიყო და დაწოლილი პოზიციიდან უნდა დაეზიანებინა პირველი 4, რომელიც 150 მეტრზეა და მეხუთე უნდა დაეზიანებინა 300 მეტრზე და შემდეგ ისევ უნდა ჩამოსულიყო და მეორეჯერ გაემეორებინა ეს ამბავი.
წაღარ დავით 4. მოხდა. მოხდა. დაგჭა. დაგჭა ხომ არა, ერთი და ფეილი. ეს არის ის სავარჯიშო, რომელიც კამერაზე ვერ ჩავწერე, იმიტომ რომ უბრალოდ დაჭერა დამავიწყდა. ყველაფერი დაიწყო ძალიან კარგად, იმიტომ რომ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ძალიან თავისუფლად მოვარტყი. გადავედი 300 მეტრზე, 150 მეტრიდან ავკლიკე 300 მეტრის, ასე ვთქვათ, ვარდნაზე, რაც იყო საჭირო. ვესროლე 300 მეტრზე, მოხდა მაგასაც. ჩამოვედი ისევ ქვემოთ. ვესროლე პირველს და მოხდა ძალიან ზემოთ, ვერ მივხვდი და ამის შემდეგ დავიწყე აცილებები. რა მოხდა ახლა რეალურად? როგორც გითხარით, ანუ 150 მეტრზე იყო სასროლი და 300 მეტრზე იყო სასროლი. შესაბამისად, ან უნდა დამემახსოვრებინა ბადით, რომ ვესვრი მაგალითად 150 მეტრზე 0.3 ემრადის ვარდნით, ხოლო 300 მეტრზე ვისვრი 1.8 ემრადის ვარდნით, რაც იყო ბადის შემთხვევაში, ასეც მქონდა დამახსოვრებული, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც გადავწყვიტე, რომ მეთქი, მოდი კლიკებით გავაკეთებ მეთქი. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ბოლო მომენტში არ ვცვლი იმას, რაც აქამდე გაქვს დამახსოვრებული. შესაბამისად მოხდა რა, რომ კი, დავიწყე 0 და 3-ით, დავაზიანე 150-იანი გონგები, ავკლიკე 1 და 8-ზე, დავაზიანე 300-იანი გონგი და უკან როცა ჩამოვედი, იმდენად სწრაფად მოხდა ეს დაზიანება, რომ აქედან გათამამებულს დამავიწყდა უკან ჩამოკლიკვა 0 და 3-ზე, როგორც კი მეორე გასვლა ავაცილე, ამის შემდეგ მივხვდი, რომ არასწორ კლიკზე ვიყავი და ისევ სიჩქარიდან გამომდინარე, მაშინ როცა უნდა ჩამომეკლიკა 0 და 3-ზე, ჩამოვწიე 1 და 8-დან 1 და 3-ზე. 1 და 3, რა თქმა უნდა, არც 150 მეტრის არის და არც 300 მეტრის, ამიტომაც დასროლები მაინც აცდა და ასე ვთქვათ, ზემოთ გადაფრენდა ყველა 150 მეტრიანზე და როცა უკვე გადავედი 300-იანზე ისევ და უნდა მესროლა 1 და 8, ვისროლა 1 და 3-ით და შესაბამისად იქაც არ იყო ამაღლება და იმასაც ავაცილე. და აი ამ სისულელეში დავკარგე რეალურად 4 ქულა, რომელიც იყო ძალიან მარტივი ამ იარაღისთვის, გაწყობისთვის და მთავარი პრობლემა ვიყავი მე, ანუ მსროლელი, რომელმაც ბოლო წუთში შეცვლილი გეგმის გამო აურიე და ამარების გამო დავკარგე სუფთა 4 ქულა. დანარჩენი განსაკუთრებულობა ამ საფეხურში არ იყო. უნდა ითქვას, რომ მარტივიც კი იყო, იმიტომ რომ 150 მეტრზე, თუნდაც 10 სანტიმეტრიანი გონგისთვის 15-იანი გადიდება 77-იანი ვაზნები თავისუფლად მუშაობს. ამიტომ აქ მთავარი პრობლემა რაც იყო როგორც გითხარით, თვითონ მსროლის შეცდომა. მოდი გასვამივა. რაც შეეხება ახლა შემდეგ საფეხურს, შემდეგი საფეხური უნდა ყოფილიყო ვიტაკის კედელი, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ შეიცვლებოდა ის ბარიკადით. ამას თქვენ კადრებზე ნახავთ, რას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მსროლს ჰქონდა 90 წამი, საცეცხლე პოზიცია იყო 5 საცეცხლე პოზიცია და თითოეული პოზიციიდან 275 მეტრზე აქაც უნდა ესროლა 20 და 15 სანტიმეტრიან გონგებზე მარცხნიდან მარჯვნივ თანმიმდევრობით. მანელ ისევ და ისევ აქაც თავარი პრობლემა იყო სისწრაფე, რომელიც არ გვჭირდებოდა საერთოდ, რადგანაც ეს საფეხური როცა დავასრულე 20 წამი მქონდა დარჩენილი.
და რეალურად ის აცილებები 5 თუ 4 მორწმა მქონდა, აღარ მახსოვს ზუსტად და ის აცილებები რეალურად რაც ამ საფეხურზე მივიღე, იყო სიჩქარის და არა დამიზნების დროს ნასროლი. არა თვითონ პოზიციები ამ ბარიკადის პოზიცია არის საკმაოდ ისეთი დიდი და ბალიშის გამოყენების შემთხვევაში შედარებით მარტივი დასაზიანებელი იყო. თუმცა ისევ და ისევ მე რაც გითხარით, თვითონ სროლის პროცესის არ კონტროლის გამო მივიღე საკმაოდ ცუდი შედეგები. შემდეგი არის მეხუთე საფეხური, მოცემული იყო 3 მანძილი და თითოეულ მანძილზე 2 ზომის სამიზნე, ეს იყო 25-იანი გონგები, ეს იყო 215 მეტრზე, 235 მეტრზე და 250 მეტრზე, განლაგებული ნომერაციით და განლაგებული არალოგიკურად, ასე ვთქვათ. თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში გონგები იყო ფერით შეღებილი და თანმიმდევრობა მოცემული ჰქონდა თვითონ საფეხურის აღწერაზე, სადაც მსროლელი იწყებდა კოჭაზე მდგომელი პოზიციიდან თუ მუხლებზე პოზიციიდან როგორც თვითონ გადაწყვეტდა სროლას. ეს თვითონ კოჭა იმ სიმაღლეა და ორფეხის გამოყენების შემთხვევაში ძალიან სტაბილური პოზიცია არის, მით უმეტეს თუ კონდახსაც დავიფიქსირებთ, ამიტომ ძალიან მარტივი მოსარტყმელი იყო, მით უმეტეს ამ მანძილებზე. Аричкаро. Аричкаро. აქაც მთავარი თემა იყო დაგვემახსოვრებინა თუ რა სტრატეგიით დავიწყებდით, კი არა რა ტაქტიკით დავიწყებდით ამ სამიზნეების დაზიანებას და როგორ დავაყენებდით ჩვენს ოპტიკას. ჩემ შემთხვევაში გადავწყვიტე რომ ყველაზე შორი მანძილი რაც იყო, ეს იყო 250 მეტრზე. დამეყენებინა ჩემი ოპტიკა შესაბამის ვარდნაზე და 250 მეტრზე იყო 1.3 ემრადი და აქედან გამომდინარე მესროლა 250-ისთვის ცენტრით, ხოლო დანარჩენებისთვის მიმეცა მაგლითა შესწორებები, ანუ მაგალითად 215 მეტრზე მჭირდებოდა 0.5 აწევა, ხოლო 235 მეტრზე მჭირდებოდა 0.3 აწევა. შესაბამისად უნდა დამემახსოვრებინა ეს თანმიმდევრობა და არ უნდა ამრეოდა. გარდა ამისა, პირველი პოზიციის დასრულების შემდეგ გადმოდიოდი იმ წოლილო პოზიციაში და წოლილო პოზიციიდან იმ 6 გონგიდან აზიანებდი 4-ს. ამ შემთხვევაში იყო 11 და 12 ნომერი. რადგან ამდენი ცვლადი იყო, სწორედ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დამიზნების, ანუ თვითონ დაზიანებები ძალიან კარგად წავიდა, საბოლოო ჯამში ისევ და ისევ მაინც მოხდა ის ამბავი, რომ ბოლო სამიზნეს, რომელიც არის 250 მეტრი და უნდა მესროლა ცენტრით, ვესროლე დაბლა დაწეული სამიზნით და აქედანაც მოხდა ის, რომ 10-დან მქონდა მხოლოდ 8 მორწმა. შესაბამისად, ესეც ეგრეთ თითქოს მარტივი ქულა, ასე ვთქვათ, დაიკარგა ძალიან ტოპში ჩადე გაისროლა გამოვიდა. ისევ და ისევ გვაქვს ის სიტუაცია, რომ ეს გასროლება ყოფილიყო კლიკებით და გადამეკლიკა ყოველ გასროლაზე შეიძლება არ გამომრჩენოდა და ამ შემთხვევაში ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ +2 ქულა დაიკარგა ჩემს შემთხვევაში. ძალიან კარგი გამოცდილება იყო და თავდაპირველად ვერ მივხვდი რატო ავაცილე, მაგრამ როგორც კი კამერის ჩანაწერი ვნახე, რომ 250-იან სამიზნეს ვესროდი არა ცენტრით, არამედ ქვემოთ დაწეული სამიზნით და ამიტომაც იყო რომ ასე ვთქვათ ამაღლება თვითონ ტყუის ტრაექტორიას არ იყო. რაც შეეხება მე-6 საფეხურს, მე-6 საფეხური იყო ხის 5 სხვადასხვა პოზიციიდან მოჭრილი, ასე ვთქვათ, მორის სხვადასხვა პოზიციიდან უნდა დაგვიზიანებინა ამ შემთხვევაში
105 მეტრზე 10-10-ზე სამიზნე და 162 მეტრზე 15-15-ზე სამიზნე. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული, რადგანაც ახლო მანძილები იყო, განსაკუთრებული ცვლილება არ იყო საჭირო ვარდნებში, განსხვავება იყო ის, რომ 162-იანი სამიზნე ცოტათი დახრილი კუთხით იდგა და თვითონ შეფერილობა ისე იყო, რომ თავდაპირველად მახსოვს, როდესაც ეს სავარჯიშო დავიწყე, საერთოდ ვერ ვიპოვე ფერით 10 სანტიმეტრიანი სამიზნე და უბრალოდ იმით მივხვდი, რომ რეზინის ჩამოყოლებაზე რაღაცა თეთრი რაც იყო, ესე იგი ეგ იყო გონგი. მარცხნივეს ასმეტრიანებზე აცელები თუ სწორად მახსოვს იყო მხოლოდ ერთხელ მქონდა, თუმცა თავდაპირველად გამიჭირდა 162 მეტრზე, რადგანაც ვერ მივხვდი სად მარჯვენა მხარეს მიქონდა თუ არა და პირველი ორი აცილების შემდეგ მოვიაზრე, რომ სავარაუდოდ ოდნავ მარცხნივ უნდა გამეტანა და ამის შემდეგ უკვე მქონდა მოხვედრები. საბოლოო ჯამში ეს 6 საფეხური იყო ამ შეჯიბრზე. ერთის მხრივ მარტივად ჟღერს, ანუ მარტივად დასაზიანებელი სამიზნეები იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, ანუ გამოცდილ მომსწრებლებმა ძალიან კარგი შედეგები დადეს, 57-56 ქულები. ასე ვთქვათ, 9 კაცი ვიყავით სადღაც 40 ქულის ფარგლებში და ახლებს, ძალიან გაუჭირდათ, იმიტომ რომ მათ ნორმალური საყრდენები არ ქონდათ, ოპტიკები გასწორებული არ ქონდათ და ასე შემდეგ. თვითონ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პირველად არ მივიღე და მეორედ მივიღე კიდევ ერთხელ და უფრო მძაფრად, იყო ის, რომ სიჩქარის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში დრო არ იყო გადამწყვეტი, საკმარისად მეტი დრო იყო იმისთვის, რომ წყნარად დაგვეზიანებინა სამიზნეები, თუმცა ისევ და ისევ გამოყოლილი ეს ჩვევა, რაც ჩქარა სამიზნის დაზიანება, რაც მომზდებს, ასე ვთქვათ, ჩემი ძირითადი მიმართულებიდან, ამ შემთხვევაში არ გამომადგა. მეორეს მხრივ, ვარდნების დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ამ შეჯიბრის მერე კიდევ უფრო გადავიხარე იმ მიმართულებით, რომ კლიკებით სროლა ბევრად უფრო ზუსტი არის და ასევე თვითონ ამ გასროლიდან პროცესი, გასროლა პროცესი, რაც ნიშნავს გასროლის შემდეგ შესწორებას, უფრო ნაკლებ შანსს გვაძლევს იმისა, რომ აგვერევა. ბადით სროლას სჭირდება უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი კონცენტრაციაც ალბათ და თვითონ ის, როცა მოხვედრები ადვილად მიდის, ამან არ უნდა გაგვათ ამას, რადგანაც სწორედ ამის ხარჯზე იყო ალბათ 6 ქულა, რომელიც დაიკარგა სულ ტყუილად. ეს ვიდეო შეიძლება ყველასთვის საინტერესო არ იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში ამ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, ვინც მომავალში მსგავსი ტიპის შეჯიბრებში მონაწილეობას აპირებთ და დამჯერეთ ეს სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება არის გარანტი იმისა, რომ თქვენ დაგიგროვდეთ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მიმართულებით ცოდნა, როგორც სუსტი სროლის არის, სწრაფ სროლის, დინამიური სროლის, ახლოს სროლის სიტუაციაში ცოტა სხვა რაღაცები მოგეთხოვება და საბოლოო ჯამში ეს ჩვენ გვაქცევს უფრო სრულყოფილ მსროლელად, ვიდრე იქამდე ვიყავით. რა თქმა უნდა,
შეჯიბრებებში მონაწილეობა სხვა დროსაც და სხვა ვიდეოებშიც მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ სამოქალაქო სიტუაციაში ვიღებთ და მე კაცმა არ იცის როდის და რა სიტუაციაში გამოგვადგება. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ მომავალ ვიდეოებში გავაგრძელებთ კიდევ ამ ზუსტი სროლის საკითხების განხილვას. ვაპირებთ ორფეხებზე ვიდეოების გადაღებას და ასევე გადაღებას თვითონ ამ თარაზოებზე, რომელზეც ჩემზე გამოცდილ მსროლელთან ლევონთან ერთად ცალკე ვიდეოს ჩავწერთ ახლო მომავალში და ტრიგერ-კამის დახმარებით უფრო თვალნათლივ გაჩვენებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ამბავს.